მოგესალმებით ყველას მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ, როგორც წინა ვიდეოში დაგვირდით, როგორ შევარჩიოთ სწორად ტელევიზორები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ვეცდებით დღეს გაგარკვიოთ თვითონ ტელევიზორებში, მათ სისტემებში, როგორ მუშაობენ ისინი, როგორები გახდნენ ისინი ამ საუკუნეში და საერთოდ ტელევიზორების დანიშნულება როგორ შეიცვალა, თქვათ, მისი საწყისი მდგომარეობიდან და დღეს როგორ ტელევიზორები გვაქვს, რასაკვირველია. ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს დღეს საქართველოში უბრალოდ ტელევიზორი მიაჩნია საგნად, რომელიც უნდა აჩვენებდეს, უნდა იყოს ფერადი და უნდა იყოს ძალიან დიდი. თუმცა ისინი არ აქცევენ ყურადღებას იმ ტექნოლოგიურ მახასიათებლებს, რის მიხედვითაც ტელევიზორები ფასდება და როგორც უნდა გააკეთონ სწორი არქივანი. ხშირ შემთხვევაში თქვენ ალბათ მიდიხართ კონსულტანტებთან მაღაზიაში და მათ მიერ მოწოდებულ ეგრეთ წოდებულ ინფორმაციას უჯერებთ. Συνεδრიაში საქართველოში საუბედუროდ და სამწუხაროდ არის კონსულტანტების სრული ტრაგედია ამ კუთხით. მათი ინფორმირებულობა არის იმაზე დაბალი დონის, ან ნულს ქვემოთ არის. მათ გაუგეთ რაღაც ტექნოლოგიები, თუმცა რო კითხო და ახსნევინო კონკრეტულად რას ნიშნავს ეს ტექნოლოგია და როგორ მუშაობს, ვერც ერთი ადამიანი, ვერც აუდიო და ვერც ვიდეო მიმართულებით სამწუხაროდ ვერ გიპასუხებთ. იქიდან გამომდინარე, რომ გასაგები არც мотивация არის, არც სამსახურში ესეთ შექმნილ პირობები, რომ კონსულტანტებმა თუნდაც მინიმალურ დონეზე აითვისონ ეს ინფორმაციები, შეიძლება საქართველოში ერთი ან ორი შეხვდეთ, თუმცა ისიც ვერ მოგასწრეთ იმ დონის ინფორმაციას, რაც თქვენ ახლა ამ ვიდეოში გაიგებთ. პირველ რიგში ზოგადად ვეცდები, რომ არ იყოს ეს ვიდეო ძალიან დიდი, რომ არ გადაიღალოთ ზედმეტი ტერმინოლოგიით და ასე შემდეგ. ტელევიზორის არჩევისას ძალიან ბევრ ამის უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა და თუმცა არის ის ძირითადი ასპექტები, ბუნებრივია, რასაც ყველაზე მეტად უნდა მიექცეს მნიშვნელობა და ყურადღება და დღეს ამ ვიდეოში სწორედ ამას გაჩვენებთ, აგიხსნით რას ნიშნავს, რატოა ეს კონკრეტული მნიშვნელოვანი და საფასო სეგმენტებსაც მოვიხილავს, თუ რომელ საფასო სეგმენტში რომელი ტელევიზორების შეძენა არის საუკეთესო. მაშასე დავიწყოთ ნომერი პირველი, რასაც რა თქმა უნდა ყველა ვაკვირდებით. ეს არის ბრენდი, სერია და მოდელი. ანუ ყოველ წელს ტელევიზორის მწარმოებლები უშვებენ ახალ პროდუქციას, ახალ მოდელებს. იქიდან გამომდინარე, რომ მოგეხსენება ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, იცვლება პანელები, იცვლება smart სისტემა და ასე შემდეგ. რაც შეეხება იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ტელევიზორი 5 გონია, რომელსაც უნდა უბრალოდ აჩვენებდეს და ფერადი იყოს, მათ ამ ვიდეოში დავუსხვრევთ თავის შეხედულებებს. ტელევიზორებს რაც შეეხება დღეს ისინი არიან ჭკვიანი, მაგიტო ქვია smart ტელევიზორი. მათ ჩაშენებული აქვთ უამრავი საინტერესო ფუნქცია და ხელმისაწვდომი შესაძლებლობები, როგორც მაგალითად არის თქვენი smartphone-ები, ხო, Android-ის smartphone-ები, ის პლატფორმების Android-ის ბაზაზე მუშაობენ, ზოგის Android TV-ა პირდაპირ ჩაჩენებული, ზოგიც Android-ის ბაზაზე დაფუძნებული სხვა, ასე ვთქვათ, smart სისტემები და ამაზეც რა თქმა უნდა მოგვიანებით ვისაუბრებ ვიდეოში. მაშას დავიწყოთ პირველი, რასაც ვაკვირდებით, რა თქმა უნდა გადავწყვიტოთ ტელევიზორის არჩევისას ორი საკითხი. პირველი, რა თქმა უნდა, თანხა და ბიუჯეტიდან გამომდინარეა მაინც ყველაფერი და მეორე, რისთვის გვჭირდება ტელევიზორები. ტელევიზორები დღეს აღარ არის უბრალოდ მარტო სატელევიზიო ეთერის საყურებლად. ტელევიზორები ის დღესია დახვეწილი, არის სხვადასხვა კლასიფიკაციის, ფლაგმანი ტელევიზორები, ან პრემიუმ კლასის და ასე შემდეგ და სხვადასხვა დატვირთვით გამოიყენება. მაგალითად არის სატელევიზიო ეთერისთვის, არის მაგალითად ფილმებისთვის, სახლის კინოთეატრის ასაწყობად და თქვათ, არის უბრალოდ მონიტორებისთვის, სადაც პრეზენტაციები შეგიძლიათ გააშუქოთ და ასე შემდეგ. ტელევიზორები გამოიყენება სათამაშოდ, გეიმინგისთვისაც. ამიტომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ კონკრეტულად რისთვის ვყიდულობთ, რა გვინდა და რა თანხა დაგჭირდება ამისთვის. თუ თქვენ მიზანი არის, რა თქმა უნდა, ვუყუროთ მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორს და ისიც ქართულ არხებს, მაშინ ნებისმიერი ის მიდგომა, რომ თქვენ ამ შემთხვევაში დიდი ეკრანი გქონდეთ და ფერადი იყოს, მისაღები, იმიტომ რომ ქართული არხები სამწუხაროდ არ არის მაღალ ხარისხში ტრანსლირებადი, მაქსიმუმი არის Full HD, ისიც რამდენიმე არხია და ისიც ძალიან დაბალ კადრი წამზეა საუბარი გადაცემათა სიხშირეზე. შესაბამისად, აქ ნებისმიერი Full HD ტელევიზორიც, რომელიც თუნდაც ძველი იყოს, შესანიშნავად გაართმევს თავს ამ ამოცანას.
მოდი ახლა გამოვსხავოთ ტელევიზორები არის დაყოფილი რამდენიმე რეზოლუციად, ეს არის რა თქმა უნდა, ადრე გამოდიოდა HD RED იყო, ანუ სტანდარტული 720p-ზე რაც იყო ხარისხი. მე იყო Full HD რეზოლუცია, რომელიც 2016 წლიდან შეწყდა აღარ იყო წარმოებული, ხოლმე ჩინურებმა დატოვეს და ჩინურებმაც მალევე დაამთავრეს. ანუ 2021 წლიდან უკვე ოფიციალურად Full HD ტელევიზორები აღარ იწარმოება. ამიტომ თუ თქვენ მაღაზიაში შეხვედით და დახვდათ წარწერა Full HD 2024-2025, იცოდეთ რომ ამას ან მაღაზია გატყუებთ, ან თვითონ მწარმოებელი, ან ორივე ერთად. აღარ იწარმოება ბრენდები, Samsung-ი, Sony, LG და სხვა დიდი ბრენდები, რომლებიც ვიცით და გამოცდილები არიან, ისინი 2016 წლიდან უარს ამბობენ ამ რეზოლუციის ტელევიზორების გამოშვებაზე, მთლიანად არიან გადასულები 4K რეზოლუციის ტელევიზორების გამოშვებაზე. ამიტომ არავინ არ მოგატყუოთ, არ გითხრათ რომ 2023, 24 და 25 წლის მოდელები არის Full HD. თუ ნახეთ ასეთი წარწერა, იცოდეთ რომ ეს არის ტყუილი და აქ უკვე გატყუებენ. ფული არ გადაიხადოთ, ეს არის მინიმუმ 5, 6, 7 და ასე შემდეგ. ან ძველი საწყობში ნადები პროდუქტი, რომელსაც ცდილობენ რომ შემოგასაღონ კარგ ფასად და იმას შეიძლება ექსპლუატაციის ზღვა და უკვე გასულიც ექნება. მოგხსენებათ რომ ყველა ტელევიზორს და დღეს ტექნიკას მანქანა იქნებოდა ნებისმიერი უძრავი, ამ შემთხვევაში ყველა სავის ექსპლუატაციო ბადა აქვს. ის შემდეგაც შეიძლება ამორტიზირება დაჭირდეს, გაშეკეთება ან გამოსვლა. და როდესაც საწყობში 5-6 წლის პროდუქტი დევს, საგარანტიო დაგასული ექნება ბუნებრივია, მას ექნება ქარხნულ საგარანტიოზე მოგსაუბარი და რა მომსახურების, მას ბუნებრივია ექნება. ნადების შემდეგ საექსპლუატაციო ვადა და შეიძლება ასეთი ტელევიზორი კეთილი ალბათობით, შეიძლება 1 ან 2 წელიწადში გაგიფუჭდეთ და დაიწყოს ამ პიქსელების ამოწვა, ან ეკრანზე დაუზიანდეს, ან თქვა სხვა რამე დაემართოს და შეიძლება საერთოდ გრაფიკული პროცესორი დაუზიანდეს, ან თვითონ პროცესორი. მოკლედ, იცოდეთ ეს დეტალი, რომ ამ შემთხვევაში მაგრა გამოგატყუებენ Full HD-ს დაინახავთ. ამიტომ ტელევიზორებს დღეს ბევრი კომპანია აწარმოებს, თუმცა ყველაზე ცნობილები ვიცით რაც არის, ცნობადი ბრენდები Samsung-ი, LG, Sony და Philips-ი და კიდევ ბევრი სხვა, რაც ცნობადია და ჩინელებიდან საკმაოდ კარგად გავითარდნენ TCL და Hisense. დანარჩენი Skytech-ი, Skyurs-ი, Grundig-ი, Metsi, Schmetsi, რაღაცა ოხრობა ასეცი ეს რა თქმა უნდა ბუნებრივი წერეთ რომ არის დაბალი ხარისხის პროდუქცია ფასით შესაბამისად, ხო Panasonic-ი კიდე არ დამავიწყდეს ბრენდებში, top class-ის ერთ-ერთი წარმოებელი, თუმცა Panasonic-ს ახლა შავი დღეები უდგას, ის გაკოტრების პირას არის და ალბათ გაიყიდება. ყოველ შემთხვევაში ცუდი ამბები მოდის Panasonic-დან, რასაც ძალიან გული მწყდება. მაგრამ ეს არასახელობითი ბრენდები, no names რო ვეძახით, ასეთ ტელევიზორებს თუ გაეკარებით, იცოდეთ რომ არ კიდულობთ ხარისხიან პროდუქციას. მეორე ფაქტორი, რასაც მიაქციეთ კიდე ყურადღებას, როდესაც შევხვალთ მაღაზიაში, არასოდეს არა იყოთ სტენდზე ნადები ტელევიზორი. სტენდზე ნადები ტელევიზორი არის საკმაოდ დიდი მოხმარების, მას გაწეული აქვს თავისი ენერგორესურსები, რაც არის, რომ გააჩნია ეკრანს, ხო, ატანის მთელი დღე ჩართულია, პიქსელები საკმაოდ დიდი დატვირთულია და სახში როცა წაიღებთ, ბუნებრივია, მალე შეიძლება ამოიწოს პიქსელები და დაზიანდეს. და ასეთ ტელევიზორებზე ატარებენ კონსულტანტები, ესე ვთქვათ, ტესტებს, თუ ვინმე მოდის აქედან პულტი დაზიანებულ. მოკლედ, ნახმარი ტელევიზორი არასდროს არ აიღოთ, უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ მეორად ტელევიზორია ფაქტურად და ამაში ახლის ფული არ გადაუხადოთ ადგილობრივ გამყიდველებს. უბრალოდ წაგებულ შემთხვევაში აღმოჩნდებით რასაკვირველია. არსებობს კიდე ერთი ნიუანსი, რომ ბრენდებმა დიდი ხანია უკვე საშუალო სეგმენტზე ფაქტურად უარი თქვეს. ერთადერთი LG-ა, რომელიც ჯიუტეთ აწვება მას და კიდე Philips აქვს და რამდენიმე ბრენდს, რომელიც უშვებს ისინი გადაერთონ მთლიანად პრემიუმ კლას ტელევიზორებზე, ფლაგმანებზე და აბსოლუტურად მინილედებიდან უკვე ზევით ადიან მიკროლედის ჩათვლით. რატომ ხდება ეს? იქიდან გამომდინარე მოთხოვნა მაღალი კლასის ტელევიზორებზე იზრდება, ხოლო დაბალ კლასის მცირდება. რატომ? იმიტომ რომ კონტენტი უკვე მაღალი ხარისხის YouTube-ზეც ბევრია, ფილმები უკვე 4K-ში გამოდის სრულად, მათ შორის სტრიმინგ სერვისებზე იქნება ეს Netflix-ი თუ Disney Plus-ი თუ სხვა ნებისმიერ სტრიმინგზე უკვე Full HD-ში აღარაფერი აღარ გამოდის. სატელევიზიო ეთერები საქართველოში გვიჭირს, თორე რუსეთიდან დაწყებული უკვე Full HD დიდი ხანია იქ მოძველებული და უკვე 4K-ში გადადიან. და ამერიკა და ევროპის ქვეყნებში დენი 4K-ა მათ შორის სპორტულ არხები, რომ უკვე ტელევიზორებიც რა თქმა უნდა მოითხოვს შესაბამისად საერთოდაც უკვე Dolby Atmos და 4K HDR-ში წელს მოხდა პრეცედენტი, Apple-მა სტრიმინგზე გავუშვა ამერიკის Super Bowl-ი და შესაბამისად ვიცით რომ ეს ხო პრეცედენტო შემთხვევა, ამიტომ ტელევიზორების მოთხოვნილებებიც ადაპტაცია ზუსტად ამაზე მოდის. ამიტომ მიაქციეთ ამ დეტალსაც რა თქმა უნდა ყურადღება. ეხლა გარდა სერიისა და ბრენდისა და მოდელის
რას შევარჩევთ, ნუ თანხას როცა გავსაზღვრეთ, რისთვის გვინდა ეს მოგრედული, ვეძებთ შესაბამის მოდელს, ხო? უნებრივია. ამიტომ რა თქმა უნდა ვიყიდებთ ბრენდებისკენ, იმიტომ რომ ბრენდებს დიდი გამოცდილება აქვს ამის და სანდოობა მათი მაღალია, ნუ ფასთან ერთად რასაკვირველია. თუმცა კიდევ ამბობ, რომ საშუალო ბიუჯეტურ სეგმენტში და ბიუჯეტურ სეგმენტში TCL და Hisense დღეს უკონკურენტუები არიან, ოღონდ იქაც მოდელებს გააჩნია, რომელი ყველა მოდელი არა. ამ წარმოებლებსაც აქვს კარგი ხარისხის პროდუქტი და რა თქმა უნდა ნაგავიც ბევრი აქვს, იმიტომ რომ მაინც იაფასიან სეგმენტზე თვლი არის. ყველაზე მთავარი ტელევიზორში მაინც არის ჩვენება, ხო? როდესაც მივდივართ, პირველ რიგში გავარკვევთ რა ხარისხის ჩვენება აქვს კონკრეტულ ტელევიზორს. კარგ ჩვენებას განსაზღვრავს ძალიან ბევრი რამ. პირველი და მთავარი არის პანელი, ანუ რა პანელზეა აწყობილი მატრიცა, რაზეც მუშაობს ეს კონკრეტული ტელევიზორი. მეორე, როგორი პროცესორი აქვს, სიმძლავრის, smart სისტემა როგორი მუშაობს, ოპერაციული სისტემა, როგორი გრაფიკული პროცესორი აქვს, ანუ ფერების გადაცემა, გრადაცია და ასე შემდეგ, როგორი ხარისხის არის, დამუშავება როგორ ხდება და რა თქმა უნდა, უნებრივია, სიკაშკაშე როგორი უნდა ჰქონდეს, ბიტის სიღრმე როგორი და ასე შემდეგ. ეხლა ყველაფერზე ვისაუბროთ, რა რას ნიშნავს და ხო ზომა, რა თქვა, რა ზომის გვინდა, 55 ინჩი, 65, 75 თუ ასე შემდეგ, თუ ასე შემდეგ. ეხლა სათითაო თითოეული მათგანი განსაზღვროთ, რას ნიშნავს. ზომის კლასიდან დავიწყოთ, მოდი. რა არის ზომის კლასი? ეს არის წარმოებულის მიერ დეკლარირებული ეკრანის ზომის კლასი. ხშირად ეს არის დიაგონალის ფაქტობრივი ზომის დამრგვალებული მნიშვნელობა ინჩებში. ანუ მარტივად ვთქვა, ტელევიზორების ზომა იზომება ინჩებში. დიაგონალზე არავინ არ გაიფიქროს, რომ ეს შეიძლება იყოს სიგრძეზე ან სიგანეზე. არა, ტელევიზორის ეკრანის ზომა არის დიაგონალზე, აი ესე იზომება. შესაბამისად, ინჩებში, იმიტომ რომ ინჩი არის სტანდარტული, მეურნეობრივი დიუმი შეიძლება შეგხვდეთ ეს ბრიტანეთში ან საას ტიპის ქვეყნებში, სადაც არის, თუმცა სტანდარტული საერთაშორისო საბაზრო თემა არის ინჩი, რომელიც თუ არ ვცდები შეიძლება 2.5 სანტიმეტრს უნდა უდრდეს 1 ინჩი. გაითვალისწინეთ, 55 ინჩი არის 124 სანტიმეტრი, 65 არის 164 სანტიმეტრი და აი ამ პრინციპით დაიმახსოვრეთ ეს ყველაფერი. ეხლა რაც შეეხება პანელის თემას, პანელის ტიპი. პანელის ტიპები არის ძალიან მნიშვნელოვანი. არსებობს სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია, თითოეულს აქვს საკუთარი სპეციფიური მახასიათებლები ტექნიკური, ხედვის კუთხეები, ფერების რეპროდუქცია, ჩემო ბატონო რეაგირების დრო, სიკაშკაშე, კონტრასტი როგორი აქვს, სტატიკური, წარმოების ღირებულება და მოკლედ ბევრი დეტალია აქვს, რომელსაც ახლა მე არ გადაღლით. გამოსახულების ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული რა ტიპის პანელი არის გამოყენებული ეკრანში. ამიტომ ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვიცით ესეთი რაღაცა, რომ არსებობს პანელი, შემდეგი ეს არის LCD, ორ კატეგორიად, ეს არის VA მატრიცა და ეს არის რა თქმა უნდა IPS. ეხლა განსხვავება ამ ორ შორის რა არის? VA უფრო გამოირჩევა უფრო სუყე და კაშკაშა ფერებით, ანუ უფრო მეტი სინათლის შესაძლებლობა გვაქვს, ანუ უფრო მეტად კაშკაშა ტელევიზორები არის. მაგრამ მინუსი არის რა, რომ პირდაპირ ხედვა აქვს და გვერდითი ხედვა არ უვარდა. IPS-ი პირიქით არის, გვერდითი ხედვები უვარდა, მაგრამ ფერები მკვდარი აქვს. ზოგისთვის ახლა ეს IPS-ი უფრო მისაღები იყო, მაგრამ ჩემთვის ახლა კატასტროფა იყო გვერდი-გვერდ შედეგი, LG იყო IPS-ის დიდი ფანი. მე მიხვდა LG ვიდეოებას აკეთებდნენ და გადავიდნენ საერთოდ VA მატრიცებზე და მე ბუნებრივი IPS დღეს ამოღებულია, აღარ შეხვდებით. შეიძლება Hisense-ის რამდენიმე მოდელი შეხვდეთ IPS მატრიცაზე და ისედაც რომ უბრალოდ ფულს ყრით ამაში. არ გადაიხადოთ, იმიტომ რომ ჩათვალეთ, რომ ვითომ ამპრავებდნენ, რომ ეს რეალისტურ ფერებთან მიახლოებული, ხო იცი, შენი გადახდილი ფულის გამართლებას ხო ვცდილობ, რომ როგორ შეიძლება ბნელი იყოს რეალისტური, ხო? ანუ წითელი ფერი, რომელიც არის მართლა რეალობაში რო შეხედავ, ღაჟღაჟა წითელი ესეთია, შენ ამას უყურებ როგორც შინდის ფერი და ეს რეალობაა. აი ესეთი არგუმენტები ქონდათ ხოლმე სულ შემთხვევაში, ასე რა თქმა უნდა, სიმყარე აკლდა. არ დაგვაწყდეს ის, რომ VA არის დღეს CD პანელებში მთლიანად ინტეგრირებული და ეს აღჭურვილია მინილედ განათებით, უკანა მხარეს განათებაზე და ამაზეც ვისაუბრებთ, ეს განათება რა არის. შემდეგი პანელი არის OLED. ყველაზე მაგარი პანელი დღესდღეობით, თუმცა მისი მინუსებზეც ვისაუბრებთ, როცა ქვევით ჩავალთ. შემდეგი, აი, ყველაზე კარგი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, შესრულების თვალსაზრისით და ასე შემდეგ, ეს არის მიკროლედი, თუმცა მიკროლედი მცირე მასშტაბიანი, ანუ მცირე ზომის ტელევიზორებისთვის არ არის განკუთვნილი, იმიტომ რომ მისი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ იქნება მიკროლედი 55 ინჩი წარმოადგენდა 75 ინჩი. ეხლა გააკეთეს პირველად Samsung-ში რომ 85
5 ინჩი, მაგაზე ქვემოთ აღარ იქნება, აღარ არის ძვირადღირებული პროდუქტი, ზომიდან გამომდინარე დიდი ტელევიზორები API ვერ დაჯდება და ნუ მე OLED და mini LED განათებით VA პანელზე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პანელში კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი არის ფერების სიღრმე. ანუ რამდენად ღრმა ფერი არის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ტელევიზორის ფერების გადმოცემა სტატიკური კონტრასტის აწყობა ხდება შავ ფერზე. ანუ რაც უფრო კარგი შავი ფერი აქვს ტელევიზორს, მით უფრო მაღალი ხარისხის გამოსახულებას ვიღებთ. ეს მიღწევა ზუსტად პანელით და ეგრეთ წოდებული backlight-ით, ანუ უკანა განათებით. ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა, მათ შორის არსებული ლოკალური დაბნელების ზონებით, რომელიც აი ამ შავი ფერის კონტრასტს უზრუნველყოფს. პანელის ბიტის სიღრმეს რაც შეეხება, ყველაზე ფართოდ გამოყენებული პანელები ზოგადად არის ის, რომელსაც პიქსელის თითოეული RGB კომპონენტისთვის გამოყენებული აქვს 6, 8 და 10 ბიტი. ისინი შესაბამისად 18, 24 და 30 ბიტი ამ ფერების სიღრმის გადაცემას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება თვითონ ახლა ფერებს, მონიტორის მიერ რეპროდუცირების მაქსიმალური რაოდენობა დამოკიდებული არის გამოყენებული პანელის ტიპზე და ფერის გამაძლიერებელ ტექნოლოგიებზე, ხო? მას ქვია FRC. ნახეთ, აუცილებლად ყიდვისას პანელი 10 ბიტიანია თუ 8 ბიტს პლუს FRC აქვს. არასრული 10 ბიტიანი პანელი არ გამოიყენოთ, ანუ არ იყიდოთ თუ თქვენ ფილმები, გეიმინგი ან უფრო ესეთი სერიოზული კონტენტი გაინტერესებთ, სადაც ძალიან ასე ვთქვათ, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ფერების სრულ გადმოცემას. მიაქცევთ ყურადღება, რომ 10 ბიტიანი სრული პანელი იყოს. ნუ უფრო ქვედა სეგმენტში შეხვდებით არასრულად ბიტიანებს. რაც შეეხება რეზოლუციას, ანუ გარჩევადობას. ეს არის ინფორმაცია ეკრანის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მხარეს პიქსელების რაოდენობის შესახებ. უფრო მაღალი გარჩევადობა საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო დეტალური გამოსახულება მივიღოთ. ჩვენების ხარისხი იყოს, რა თქმა უნდა, მაღალი. დევცასაც შევხვდით, რომ გამოდიოდა ეგრეთ წოდებული HD რედები, ქვედა კლასი იყო, 720-იანი რეზოლუცია, რაც ვიცოდით. შემდეგ იყო Full HD რეზოლუცია, 1920-1080-ზე და დღეს სტანდარტად არის ქცეული 4K, ან 4K ინგლისურად, ეს არის 3840 2160 პიქსელზე. ანუ Ultra HD გამოსახულება. ეხლა Ultra HD-ს რახა მივადექით, მაგრამ აქვე აუნიშნავ პატარა, ესე ვთქვათ, რაკურსის სახით. თუ თქვენ ტელევიზორები შეგხვდებათ, რომელიც არის 55 ინჩს ქვემოთ, მიწერილი აქვს, რომ არის 4K HDR განსაკუთრებით თუ ეს აქვს Ultra HD და ასე შემდეგ, იცოდეთ, რომ ეს არის მარკეტინგული ხრიკი, რადგან შეუძლებელია 53-ში, როგორც მეკითხეს მანძილია პიქსელების, ხო? შეუძლებელია ვიწრო მანძილში აჩვენოს 4K ხარისხით და HDR ხარისხით, იმაზე პატარა მოედანზე, ვიდრე ვთქვათ, მას სტანდარტულად ჭირდება, ხო? მისი სტანდარტი არის, რაც უფრო დიდია, ისეთ უფრო იხსნება HDR-იც, იხსნება Ultra HD-ც, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი პიქსელია, უფრო მეტი ხარისხი ბოდის. მაგრამ თუ ამას შევამცირებთ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია ესა, ეს როგორ მარკეტინგული აფიორა არ წამოგეთ 43, 49, 48 ინჩიანებიც არ ტელევიზორები. უფრო ქვემოთ 32-ას ვერ მიახატავ ფიზიკურად, ძალიანაც რო გინდოდეს, იცოდეთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში თქვენ 4K მონიტორით გექნებათ, მაგრამ 4K-ს ვერ ნახავთ. კარგ აპსკეილებულ Full HD ხარისხს მიიღებთ, მაგრამ ეს 4K, რაც რეალურად კასრასაც ვეძახით, ის ფიზიკურად ვერ იქნება HDR-ზე, ან მაღალ დიაპაზონზე, ყველა ლაპარაკი ზედმეტია. ნუ, კიდევ მნიშვნელობა ენიჭება პიქსელის სიმაღლეს, პიქსელის სიმკვრივეს, ჩვენების არეალს, ამაზე მე არ შევჩერდებით, თუ და კითხვები გექნებათ, უნებრივია დაწერეთ და გიპასუხებთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის განათების საკითხი. განათება. უკანა განათება, LCD-ზე ძირითადად რაც არის საუბარი. უკანა განათება LCD პანელების სინათლის, ანუ ზოგადად პანელების მთავარი განათების წყარო არის. უკანა განათების ტიპი განსაზღვრავს გამოსახულების ხარისხს და ეკრანის ფერთა სივრცეს. ანუ არსებობს ახლა სხვადასხვა უკანა ტიპის განათება, მაგათაც CCFL, LED, ვიცით, WLED-იც არის, RGB LED-იც არის,
mini LED არის. ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტანდარტი, რაც არის ამ შემთხვევაში, დამკვიდრებული და რაც ნელ-ნელა უკვე სტანდარტულ LED-განათებას ანაცვლებს, ანუ LCD მონიტორების სიკვდილი არ დაანონსებული, მე ამას დიდი ხანია ისედაც ვიძახდი და კიდევ ამ პრომო მომავალი წლიდან Samsung-ი უკვე ოფიციალურად ამბობს უარს LCD პანელების, ანუ LED ტელევიზორების გამოშვებას. და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს 5 წელიწადში LED-განათებით, ანუ LCD პანელები, ტელევიზორები სანატრელი იქნება, სანათლით საძებარი, იმიტომ რომ აღარ არის მათ თავისუფლად მოჭამა და ყველაზე ქვედა სექტორული კატეგორია დარჩება mini LED. Mini LED თუ რა ტიპის ტექნოლოგია, მე ამაზე ვიდეო გაკეთებული მაქვს, OLED-თან შედარებაც არის ამ ვიდეოში, ცოტა ქვემოთ ჩასკროლეთ ჩემს ვიდეოებს და ნახავთ. აქ ერთი პატარა სათხოვარი არის, სანამ სხვა თემაზე გადავალ, 2 წუთის საქმეა თქვენთვის, უბრალოდ წამების გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო და გავაგრძელოთ. შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პუნქტი არის ფერთა გამა, ხო, ამ შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში ეს აღინიშნება მონიტორებში, ლეპტოპების შემთხვევაში შეიძლება იყოს sRGB, ხოლო ტელევიზორების შემთხვევაში კი არის DCI-P3. DCI-P3 არის ფერთა სივრცე, რომელიც 2007 წელს SMPTE-მ წარმოადგინა. ეს არის კომპანია, რომელმაც შექმნა. ის გამოიყენება ციფრულ კინოში და sRGB-სთან შედარებით გაცილებით უფრო ფართო დიაპაზონი აქვს. ანუ DCI-P3 გათვლილია დიდ ეკრანებზე, დიდ მონიტორებისთვის, ხოლო sRGB პატარა მონიტორებისთვის. მარტივად რო გავაკეთოთ. იმ შემთხვევაში, რომ თქვენი ტელევიზორი იყოს საუკეთესო ფერთა სივრცე ქონდეს ძალიან კარგი, საჭიროა მინიმუმ ტელევიზორი აკმაყოფილებდეს 95%-იან DCI-P ფერთა სივრცეს. ეს არის აუცილებელი. იშვიათია ტელევიზორი, რომელსაც აქვს 100, დასაკმაყოფილებლად ღირებულია, ამიტომ ამბობ, რომ იშვიათიც არ არის პრინციპში, მაგრამ არის შედარებით რაოდენობრივ წარმოებასთან, ხოლო 97% არის ის მიღებული სტანდარტი, რასაც შეხვდებით უკვე ტელევიზორებში და განსაკუთრებით mini LED-ებში. შემდეგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის პიკური სიკაშკაშე, ანუ რამდენიათ ნათელია თქვენი ტელევიზორი, რომ ეს ფერები და ეს ყველაფერი სწორად მოიტანოს თქვენამდე და ბოლომდე ასე ვთქვათ, გრადაცია სწორად გააკეთოს. პიკური სიკაშკაშე იზომება ნიტი ან კანდელი კვადრატულ მეტრზე. თუ რა არის ნიტი და კანდელი, ის ვიდეოს, რა თქმა უნდა, ოდნავ ჩასკროლეთ და ამაზე გაკეთებული მაქვს შესანიშნავი ვიდეო. ეხლა პიკური სიკაშკაშე, ანუ big brightness, აი ინგლისურად რო აღნიშნო. სიკაშკაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია HDR, ანუ მაღალი დიაპაზონის კონტენტის საყურებლად, რათა ფერთა გრადაცია მაქსიმალური სიზუსტით მოიტანოს თქვენამდე. ფილმები ხშირ შემთხვევაში უკვე იღება 1000 ნიტიდან და ზევით, თუ თქვენ ტელევიზორი კონკრეტულ კონტენტთან შესაბამისობაში არ არის სიკაშკაშეში, თქვენ ეკნებათ ბნელი სურათი. მინიმალური სტანდარტი HDR-ში 700 ნიტი, რაც უნდა ქონდეს თქვენს ტელევიზორს, ოღონდ 55 ინჩზე. თუ თქვენ ტელევიზორი 65-იან ზევით არის, იქ 700 ნიტი ფიზიკურად აღარ გამოდგება და ამ შემთხვევაში გჭირდებათ რასაკვირველია უფრო მაღალი განათები. შემდეგი არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა არის სტატიკური კონტრასტი. სტატიკური კონტრასტი აჩვენებს ყველაზე კაშკაშა და ყველაზე მუქ ფერებს შორის თანაფარდობას, რომლის რეპროდუცირებაც ეკრანს ერთდროულად შეუძლია. მაგალითად, ერთი და იგივე კადრსცენის ფარგლებში. ანუ ეს რას ნიშნავს? თუ გახშენ ყველაზე კაშკაშა და ყველაზე ბნელი კადრი, რომ არ გადაგიფაროს ერთმანეთზე, აი ამას აბალანსებს სტატიკური კონტრასტი. მინიმალური მაჩვენებელი ტელევიზორს რაც უნდა ქონდეს, რომ კარგი სტატიკური კონტრასტი ჩაითვალოს, არის 5001-თან შეფარდება. ამ შემთხვევაში ეს გაითვალისწინეთ. თუ უფრო ნაკლები აქვს, იცოდეთ რომ აი ამ ბალანსის დაცვა გაჭირდება და სადღაც შავი ფერი იქნება უფრო გამძაფრებული, სადღაც თეთრი ფერი. ამიტომ გაითვალისწინეთ რომ დაბალი სტატიკური კონტრასტის მაჩვენებელი ტელევიზორი არ იყიდოთ. გარდა სტატიკური კონტრასტისა, არსებობს დინამიური კონტრასტიც. დინამიური კონტრასტი აჩვენებს ყველაზე კაშკაშა და ყველაზე მუქ ფერებს შორის თანაფარდობას, რომლის რეპროდუცირებასაც ჩვენ რა თქმა უნდა ეკრანზე ვხედავთ, დროთა განმავლობაში ვიდეოს დაკვრის დროს. ანუ განსხვავება რა არის, ნახე? სტატიკური კონტრასტი უკვე კადრსცენებზე ის ფარგლებში უფრო გამოჩნდება, ხოლო უშუალო დინამიური კონტრასტი კი მიმდინარეობისას,
რაც უფრო მაღალია დინამიური კონტრასტი, ბუნებრივია უფრო კარგია. შეხვდებით 5 მილიონი ერთთან, 7 მილიონი ერთთან, 10 მილიონი ერთთან და ასე შემდეგ უფრო მაღალი კლასის ტელევიზორებს უფრო მაღალიც აქვს. ამიტომ დინამიური და სტატიკური კონტრასტი ორივე ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსისთვის. მივადექით მთავარს HDR. HDR ეს არის მაღალი დიაპაზონის გამოსახულება, ეს აფართოებს კონტრასტის კოეფიციენტს და მათ შორის სპიკურ სიკაშკაშეს და შავ დონეს და ფერთა პალიტრას, რათა მიღწეული იქნას მეტი დეტალი მთელ სურათზე. ყველაზე ბნელი ნაწილებიდან ყველაზე კაშკაშა ნაწილებამდე, რაც იწევს უფრო რეალისტურ და ბუნებრივ გამოსახულებას. გვაქვს HDR-ის რამდენიმე სახეობა. ეს არის სტანდარტული HDR10, ეს არის HDR10+, რომელიც Samsung-მა შექმნა. გვაქვს Dolby Vision-ი, სტანდარტული, რომელიც კომპანია Dolby-მ შექმნა და S2 Dolby Vision და HDR10+ არის პირდაპირ კონკურენტი ერთმანეთის ტექნიკური მახასიათებლებით და ასე, თუმცა დღეს პოპულარული უფრო არის Dolby Vision-ი, იმიტომ რომ გასაგებია სტრიმინგ სერვისები და კინოთეატრები და შემდეგ Dolby Vision-ს იყენებენ მისი მახასიათებლების გამო, თუმცა ახლა Netflix-მა HDR10+-ის კუთხითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი დადგა და ფილმების დიდი ნაწილი უკვე HDR10+ ხარისხით შეიტანა, რაც რა თქმა უნდა გაზრდის კონკურენციას უკვე და კომპანია Dolby-საც ექნება, რა თქმა უნდა, პრობლემები, ვიცით რომ Dolby-ს, HDR10+-ი უფასო გამოყენებადი დეკოდირება, ხოლო Dolby-ს ლიცენზიას თუ არ აიღე და ფული არ გადაუხადე, ამ შემთხვევაში ბუნებრივია მის პროდუქტს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩანერგავ ტელევიზორში. შეხვდებით თქვენ Dolby Vision IQ წარწერასაც. Dolby Vision იყოფა ორ ნაწილად, ეს არის dark და ეს არის bright, ანუ მუქი და ნათელი და შესაბამისად ეს IQ, როდესაც მინიშნება, ის ავტომატურად დაარეგულირებს კადრის მიხედვით, რა თქმა უნდა, ნათელი მოგაწოდოთ თუ ბნელი. კადრების კაცენების მიხედვით და გადაღების მიხედვით. და გვაქვს კიდევ ერთი არ დამოვიწყდეს, ეს არის HLG, ანუ ჰიბრიდული log gamma. ეს არის სატელევიზიო ეთერის HDR-ი და შექმნა BBC-მ, რომელმაც ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ რევოლუცია მოახდინა სატელევიზიო ეთერში და მე მინახავს ესეთი არხები. HLG-ში დღეს ძალიან ბევრია, ევროსპორტიც კი მომწყებლობს უკვე შესაბამისად და ამაში ნანახი სპორტია თუ ასე ვთქვათ საბუნებისმეტყველო გადაცემებია თუ სხვა ნებისმიერი რამ არის ერთი დიდი სიამოვნება და მადლობა BBC-ს რომ ასეთი ტექნოლოგია გააკეთა. ადრე იყო 3D ტელევიზორები, 3D ეფექტების მისაღწევად, სამწუხაროდ დღეს აღარ არის. ამას ამოხმარებლო პრაქტიკაში ვერ გაამართლა, თუმცა დღეს IMAX-ში და კინოთეატრებში 3D ეკრანებს აუცილებლად შეხვდებით და ნახავთ. გადავალ ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, ეს არის ჩიპი, ანუ ინფორმაცია ცენტრალური პროცესორის და გრაფიკული პროცესორის, ასევე მეხსიერების შესახებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ერთ-ერთი პანელის შემდეგ, რაც უნდა მიმოქცევთ ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია, ფაქტურად უხეშ შედარება რო გავაკეთოთ, მაგრამ მანქანის, როცა ვაკეთებთ, აქცევთ ყურადღებას რა ძრავი დგას. იგივე არის ზუსტად აქ. თუ თქვენ ტელევიზორს არ აქვს კარგი პროცესორი და კარგი გრაფიკული პროცესორი, რაც არ უნდა ტექნოლოგიები ჩატენოთ შეგნით და რაც არ უნდა აპსკეილინგზე და რაღაცა ის ლოკალური დაბნელების ზონები გაუმაზარდოთ და ასე შემდეგ, თუ გრაფიკული პროცესორი არ არის უმაღლესი ხარისხის, რომელსაც შეუძლია აი ამ ფერების და ფერთა სივრცის ზუსტად გადმოცემა, უბრალოდ მარკეტინგი გამოვა და მეტი არაფერი. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომელი ტიპის გრაფიკული პროცესორი არის. დღეს ბაზარზე არის ძალიან აქტუალური, TCL-ს აქვს IPQ Pro, რომელიც გააკეთეს და იკადრეს, როგორც იქნა, ჩინური ბრენდები გამორჩეული ყოსტად, იმით რომ ისინი ზოგავდნენ თანხას აი ამ გრაფიკული პროცესორების და ზოგადად პროცესორების ჩაშენებით და მას smart სისტემა ფაქტობრივად გამოყენებელი იყო. ამიტომ შესაბამისად, ეხლა უკვე კონკურენციას ვეღარ უძლებენ მინილედის შემოსვლამ. მოითხოვა მაღალი ხარისხის გრაფიკული პროცესორები, იმიტომ რომ განათება გაიზარდა და ლოკალური დაბნელების ზონები და ანუ იკადრეს და გააკეთეს AIPQ Pro. არის კიდე P5-ის პროცესორი, რომელიც Philips აქვს წყინვალია, არის რა თქმა უნდა Alpha, რომელსაც LG-ს აქვს, არის Sony-ს XR პროცესორები, რომელიც თავისი აქვს, არის Samsung-ის თავისი პროცესორი, მოკლედ ბრენდებს ძალიან მაღალი დონის, განსაკუთრებით ეს მაღალი საფასო სეგმენტის ტელევიზორებია, იდეალური გრაფიკული პროცესორები აქვს, AI-ზეა უკვე მიმული ყველა ხელოვნური ინტელექტზე, რომელიც კიდევ უფრო მაგარ აპსკეილინგს აკეთებს და ასწორებს ყველა მინუსს, ასე რომ ამ კუთხით მოგვარებულია, თუმცა ერთსა იაფასიან სეგმენტში ყიდულად გაითვალისწინეთ, მიაქციეთ ყურადღება, რომ მათ შორის ზვირიანშიც
რა ტიპის გრაფიკული პროცესორი უდგას. უკვე რა თაობა არის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. შემდეგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ოპერაციული სისტემა. ანუ რაკორი პროგრამული უზრუნველყოფა აქვს, რაზე მუშაობს. ოპერაციული სისტემები აღჭურვილი აქვს ერთ ინტერფეისით, ტექნოლოგიებით, ნავიგაციებით, აპლიკაციების ჩამონტაჟებით და უნდათ ინტერნეტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ის, რასაც თქვენ smartphone-ებში უყურებთ, ხო? Android-ი არის ოპერაციული სისტემა ვიცით, iOS-ი Apple-ის და ასე შემდეგ. Smart system-ებზე ორი სიტყვით კეთყვით, დღეს ყველაზე მაპრებლებული არის Android-ი. Android-ი არის ორი სახის, არის Android TV და Google TV, თუმცა Android TV-ს წარმოება ოფიციალურად შეწყდა და Google TV იქნება ამის შემდეგ უკვე რაც გამოვა. Android TV ყველაზე უფრო მეტად მოსახერხებელი, Google TV ცუდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ყველა ქვეყანაში არ მუშაობს, მათ შორის საქართველოც არ არის ჩართული. რატო არ ვიცი, მაგრამ ეგრეა. კი ირთვება და რა თქმა უნდა, მაგრამ ინტერფეისი ცუდია, ცალსახად და ყველა აპლიკაციის დაყენება არ ხდება. ამიტომ ნახოთ იმედია, რომ მომავალში ნახოთ აუცილებლად ჩაერთობა ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომპანია Google ჯერჯერობით ამაზე არ ფიქრობს. ოპერაციული სისტემებიდან კიდევ არის Tizen-ი, რომელიც Samsung-ის ოფიციალური პროდუქტია და ყველაზე მძლავრი და ყველაზე სწრაფი ოპერაციული სისტემა ამაზე ვთანხმდებით, მაგრამ შეზღუდული, ჩაკეტილი სივრცით. ანუ აპლიკაციების დაყენება იქ პრაქტიკულად გარედან შეუძლებელია, გარდა სპეციალური პროგრამისა. ვერ დააყენებ უბრალოდ რაც მოსდევს ამ შემთხვევაში მედია ცენტრი კი მიამატეს ახლა და იქით შეგიძლიათ დამატებით რაღაც ამდენიმე აპლიკაცია ჩაამატოთ, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის უდიდესი მინუსი, რაც დამატებით გარე აპლიკაციების დაყენება პრაქტიკულად შეუძლებელია, არა და უსწრაფესი Android TV-ს შუაზე ხევს თავის სიმძლავრით და სისწრაფით. თუმცა რა გინდა, ეგრეა. შემდეგ არის WebOS-ი, რომელსაც LG იყენებს და მისი საავტორო გახლავთ WebOS-ი, ბევრად უფრო დახვეწილია ვიდრე Tizen-ი აპლიკაციების მხრივ. იქაც იგივე სისტემა, საკმაოდ ნორმალური სისტემა არის, კარგია, მაგრამ რაღაც აპლიკაციებთან სწორმა გვაქვს შეზღუდული. Android TV და Google TV იმით არის პირდაპირობა კარგი, რომ სტანდარტული Android როგორც ტელეფონებში შეგიძლია Google Play Store-დან ჩამოწვდეთ და რაც არ არის გარდან მარტივად შეიტანო. კიდევ გვაქვს ჩვენ Amazon-ის smart სისტემა Fire TV, რომელიც Android 7-ის ბაზაზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, თუმცა ინტერფეისი განსხვავდება, აქაც იგივე პრობლემა გვაქვს. ბევრი აპლიკაცია არ არის ადაპტირებული, ანუ TV-ზე რაც არის, ანუ Android TV-ზე აქ ვერ ყენდება და რაც ყენდება, ეს ძალიან დიდი წვალებით, Explorer-ით და რაღაცებით უნდა გადაიტანო ფაილები და მოკლედ საწვალებელი არის ამ შემთხვევაში. ამიტომ ყველაზე ესეთი მოსახერხებელი ვარიანტი ოპტიმალური არის Android-ის მიმართულება, იყიდოთ Android TV-ს მიმართულება, ტელევიზორი უნებრივია. არ იყიდე ვიდა, რომელიც iSense არის ყველაზე მკვდარი არის, იყო Mozilla და იყო Linux-ი, Sony-ს ქონდა Linux-ი, ამოიღო საერთოდ მიხდრო ის იყო იდიოტობა და Panasonic-ს ქონდა Mozilla, რომ კაი ხანი ათრია, მაგრამ Mozilla-მ საშინელება იყო, ამაზე საშინელი სმარტი ალბათ მე მგონი არც იყო. დაიფრიზებოდა და მე უნდა გადაგერა სტარტაპინა ტელევიზორი და მალე მიხვდა Panasonic-ი და ისიც Android-ზე გადავიდა. შემდეგი პუნქტი ტელევიზორში არის აუდიო სისტემები. ძალიან ბევრ ტელევიზორს უკვე კარგი აუდიო სისტემები მოსდევს. მაგალითად TCL-ს ჩამონტაჟებული აქვს, ანუ TCL თანამშრომლობს Onkyo-სთან, რომელიც აუდიო შეგროვეთ Onkyo იცით რომ ტოპ ბრენდი, საკმაოდ გამოცდილი ბრენდი არის და 2.1 არხიანი საუნდბარი თავის საბუფერით ჩამონტაჟებული, რა თქმა უნდა აქვს. ეს რა თქმა უნდა არ არის ის საუნდბარი, რასაც ჩვენ სახლებში ვყიდულობთ და უფრო ძვირს ვაძლევთ, რომ შექმნას სრული ფასოვანი კინოთეატრის ეფექტი, მაგრამ ტელევიზორის სტანდარტულ აუდიოს იმდენად აუმჯობესებს და მნიშვნელოვნად, რომ საკმაოდ კარგი არის. ძალიან ბევრი წარმოებული არის, რომელიც თანამშრომლობს, თქვათ, Philips საკუთარი საუნდბარი უზის, ჩემსაც მაგალითად, თუმცა ის არ არის ამიტომ დამატებითი ვიყიდე. Bang & Olufsen-ის საკმაოდ ცნობილი ბრენდია. დიდი ყურადღება ნამდვილად არ მიაქცევთ, იმიტომ რომ ამის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ აუდიოში მიაქცევთ რა ფორმატებს უჭერს თქვენი ტელევიზორი მხარს. იმიტომ რომ თუ თქვენ ამ შემთხვევაში კინოს მიმართულება გაინტერესებთ და კინოთეატრის მოწყობას აპირებთ, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის არის. ძირითად შემთხვევაში, რაზეც არის ხარდაჭერა, ეს არის Dolby Atmos-ი, Dolby Digital სტანდარტული, DTS-ი, DTS Virtual X-ი, არის სტანდარტული DTS-ი და DTS HD. მიმართულება, ასე შემდეგ. ძირითადად ორი კომპანია არის, ეს არის Dolby და DTS-ი, რომელიც ქმნიან აი ამ ფორმატებს, ფილმების მიმართულებით და რატოა ეს ახლა მნიშვნელოვანი. რაც უფრო მეტ ფორმატს უჭერს თქვენი ტელევიზორი მხარს, მით უფრო ნაკლებად გჭირდებათ სპეციალური მოწყობილობები, რომლის მეშვეობითაც უნდა გამოიტანოთ მაღალი ხარისხის აუდიო თქვენს საუნდბარებში, ან თუნდაც ტელევიზორში. მაგალითად, თუ თქვენ ტელევიზორს ყიდოთ ფილმებისთვის და ფილმებს იწერთ ან ტორენტებიდან მაღალ ხარისხში, ან ყიდულობ Blu-ray პლეიერი გაქვთ და Blu-ray დისკებს და უყურებთ,
ახალი ფილმები და ზოგადად ბოლო 10 წლებში ფილმები უკვე გამოდის. ადრე გამოდიოდა DTS HD Master Audio-ში 90-იანი 2000 წელს, ახლა გამოდის Dolby Atmos-ში და Dolby Atmos-ი ორი კატეგორია, Dolby Digital Plus და Dolby True HD, ანუ შეკუმშული და შეუკუმშავი. ხმა არსებობს ესეთი. თქვენ შემთხვევაში თუ სტანდარტული Dolby Atmos-ი აწერია ტელევიზორს ან Dolby Digital-ი, ცოდეთ რომ ეს არის შეკუმშული და ეგ გამოგადგებათ სტანდარტულ იმაზე, რა ქვია, streaming service-ებზე, Netflix-ი, Disney Plus და შემდეგ. მაგრამ თუ თქვენ Blu-ray ხარისხის დონის ფილმების მოხარებელი ხართ, სადაც უკვე შეუკუმშავი, ნამდვილი DTS-X-ია ან და Dolby True HD, DTS-X-ი ნაკლება და ზოგადად DTS აღარ არის ფილმებში ამოღებული ფორმატი არის, Dolby True HD-ზეა ადაპტირებული. თუმცა ვნახოთ, იმაში როგორ განვითარდება ამ ეტაპზე ესია. Dolby True HD რომ მიიღოთ და სუფთა ატმოსი გამოიყვანოთ, ამისთვის გჭირდებათ დამატებითი მოწყობილობები, თუ თქვენი ტელევიზორი პირდაპირ არ უჭერს მხარს. და ეს იწყობა HDMI-ების დაკავშირებით ტელევიზორის საუნდბართან და აუცილებლად გჭირდებათ ისეთი მოწყობილობა, მაგალითად როგორც ეს Nvidia Shield TV Pro, ან Amazon-ის ახალი თაობის Cube, ან თქვათ სხვა Android TV Box-ის ფორმატის ნებისმიერი гаджеტი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გამოიტანოთ მაღალი ხარისხის აუდიო ფორმატი და მიაწოდოთ თქვენი საუნდბარს ტელევიზორიდან, ან დეკოდირება გააკეთოთ. ამიტომ ჩამონათვალში აუცილებლად აუდიოს მიაქციეთ ყურადღება, რა ტიპის ფორმატებს უჭერს მხარს. და გაითვალისწინეთ ის ფაქტორები, რაც აღნიშნე. თუ თქვენ აკეთებთ აქცენტს სატელევიზიო მოხმარებაზე, მხოლოდ ნებისმიერი ტიპის ფორმატი ქონდეს, Dolby Digital-ი რო ქონდეს, საკმარისია. 5 და 1 მაქსიმალური ხმა არის, რასაც ისმეთ გარდა სპეციალური არხებისა, რაც გადის ფილმები და შეიძლება იქ Dolby Atmos-ი მაქსიმუმ და streaming სერვისებზე, ხო? თუ თქვენ Netflix-ის ან მსგავს ტიპის პროდუქტის მოხმარებელი ხართ, Dolby Digital Plus-ი სრულიად საკმარისი იქნება. ტელევიზორები დღეს სამწუხაროდ 2-3 მოდელი ვიცი, რომელიც უჭერს მხარს Dolby True HD-ს. დანარჩენ შემთხვევაში ეს პრაქტიკულად არ არსებობს. ისიც არც თუ ისე ძვირადღირებული მოდელები არის, რომელი ამას შეგნებულად არ ვიტყვი, რომ რეკლამაში არ ჩამეთვალოს. და დანარჩენიდან გჭირდებათ მეც მაგალითად ჩემ ტელევიზორს არ აქვს Dolby True HD, DTS მიმართულება იცოცხლე. და ამიტომ რადგან DTS-X-ი და ის მაინც ჭირდება და მაქვს ასეთი ფილმების კოლექცია, შესაბამისად მაქვს Android TV Box-ი, კერძოდ Nvidia Shield TV Pro, რომელიც მართალია კარგ ხნის გამოშვებული 2019 წლის гаджеტია, მაგრამ დღემდე შეუცვლელია და მისი დონის მოცემულობა ვერც ერთმა Android TV Box-მა ვერ დადო ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ასეა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი არის დაკავშირება, ანუ connecting. ეს არის პორტები, USB პორტები, HDMI პორტები და ასე შემდეგ. ხო, რამდენი აქვს? უახლოეს ახალი თაობის ტელევიზორებს თითქმის უკვე ყველას აქვს, როგორც USB 2.0 ძველი მოდელი, ასევე USB 3.0 და ზოგან შეიძლება USB-C პორტსაც შეხვდეთ. HDMI-შიც ასევე რამდენიმე HDMI კაბელით შესაერთებელი შეგვხვდებათ, ეს არის 2.0-იანი და რა თქმა უნდა 2.1-იანი. ახლა რა განსხვავებაა ამათ შორის? 2.0 სტანდარტული მიღებული სიჩქარეა, რომელიც კადრის და აუდიოს გადაცემის სიხშირეს უზრუნველყოფს, ხოლო 2.1 უკვე ეს არის 4K და 8K ამ შემთხვევაში ფორმატების გადაცემას, ანუ ეს არის სწრაფი, მაღალსიჩქარიანი გადაცემის გატარებისთვის კაბელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის კონტენტისთვის. შესაბამისად, მიაქციეთ ყურადღება, რაც უფრო მეტი 2.1 კაბელი გაქვთ, მით თქვენც უკეთესია, განსაკუთრებით თუ ფილმებს უყურებთ, საუნდბარები გაქვთ მიერთებული და რა თქმა უნდა, გეიმინგ სექტორი გაინტერესებთ. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და ბონუსკენ ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი პუნქტი ეს არის მახასიათებლები ტექნიკური, ანუ upscaling-ს ჩვენ რასაც ვეძახეთ, upscaling-ში ვაერთიანებთ, ანუ როგორ ამუშავებს, რა თქმა უნდა, ტელევიზორი კონკრეტულ გამოსახულებას. ამით აქ უნდა დააკვირდეთ, რომ ყველა მოდელს, ყველა ბრენდს უბრალოდ განსხვავებული ტექნოლოგიები აქვს. რაც უფრო პრემიუმ ხარისხის არის ტელევიზორი და მაღალფასიანია, მით უფრო მაგარი upscaling-ი აქვს. ყველაზე ძლიერი upscaling-ი მომსახურების დამუშავების ხარისხი აქვს Sony-ს თავისი პროცესორიდან გამომდინარე. ეს არის სასწაული პროცესორი, XR პროცესორები, რაც აქვს, არ ვიცი. მაგნიტურ დამუშავებას ჯერჯერობით ვერავინ არ აკეთებს. რაც უახლოვდება, ეს არის Philips-ის P5. ფანტასტიკური ზრავი არის გრაფიკულში. Philips-ისნაირი დონის კონტრასტ, Sony-ც ვერ და კონტრასტთან მიმართებაში, რო აიღო ცალკე სტატიკური და დინამიკური, ასეთ ტიპის თანაფარდობის შესრულებას ვერც ერთი ვერ უზრუნველყოფს Philips-ის P5-ის პროცესორების გარდა. რამდენიმე თაობა არსებობს იქ, მე7, მე8, მე10, მე9. თუმცა საერთო ჯამში ვიცით, რომ გამოსახულების საერთო ჯამში დამუშავებაზე Sony ლიდერია. შემდგომ ჩემთვის პირადად ძალიან კარგი არის Panasonic-ის და Philips-ის მოდელები,
და რა თქმა უნდა Samsung. თუ პრინციპში დღეს გამოსახულების დამუშავების კუთხით კარგი ხარისხის ტელევიზორებს არც ერთ ბრენდისას ნამდვილად ეს არ უჭირს. რაც უფრო მეტად იქნება, ასე ვთქვათ, ჩამონტაჟებული ისეთი ტიპის ტექნოლოგიები, რომელიც გამოსახულების ხარისხს კიდევ უფრო მეტად მაღლა აძლევს, რაც უფრო მეტი ეწერება მახასიათებლები, მით უფრო კარგი თქვენთვის, იმიტომ რომ ჩაგვარდეთ რომ ამით რა თქმა უნდა გაქვთ მაღალი დონის ტელევიზორი. ხო, და კიდევ ყურადღება მიაქციეთ რა ტიპის ფორმატებს უჭერს მხარს. AV1 კოდეკი, ანუ AV, ესე ვთქვათ, სწორ დასახელება და AV-ს ესე ვეძახი შემოკლებით. AV კოდექსი 1, ამის ახალი არის. რატომ ვაქცევ ამას ყურადღებას? AV1 კოდეკი ნელ-ნელა უკვე YouTube-ზე სავსეა ასეთი ტიპის კოდეკებით ვიდეოები. ეს რაში გვეხმარება? ეს ახალი თაობის კოდეკი, რომელიც გვეხმარება გადავიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება შემცირებული ზომით. მოგეხსენებათ, რომ რაც უფრო მაღალი ხარისხის არის გამოსახულება, მით უფრო დიდია ზომაში. და აი ეს AV1 კოდეკი გვეხმარება ზუსტად იმაში, რომ SSI არ იყოს. და პირიქით შემცირებულ ზომაში მივიღოთ მაღალი ხარისხის გამოსახულება. ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ ახალ ტელევიზორებს თითქმის ყველასა აქვს, მაგრამ მაინც ჩახედეთ ხოლმე იაფასიან სეგმენტში შეიძლება ეს არ იყოს. პრემიუმ კლასზე ყველაფერს ნახავთ, ძირითადად, გარდა შეიძლება აუდიო ფორმატების ხარდაჭერაში იყოს რაღაც ნიუანსი, ხო, და ასე შემდეგ. აქ მიაქციეთ ყურადღება. არ დამავიწყდეს გეიმერებისთვის, ან გეიმინგის სექტორისაც გაინტერესებთ, შეყვანის სიჩქარე, ან input lag-ი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. რაც უფრო დაბალია შეყვანის სიჩქარე, მით უფრო კარგია PlayStation-ისთვის და Xbox-ისთვის. დღეს პრემიუმ კლასის ტელევიზორებში ეს 5 მილიწამს არ აღემატება, ხოლო რაც შეეხება Pro და აბოფასიანში ეს 10 და ზევით არის. 10 და 12 და 13 სავსებით მისაღები, თუ 15 და ზევით აქვს თქვენ ტელევიზორს, ხშირ შემთხვევაში შეიძლება დაფრიზვა ან ჰერცების რაოდენობის შემცირება მოგიწიოთ, რომ უფრო დაკლები ხარისხი მიიღოთ, ვარ გაგიჭედოთ თქვენ. ანუ მოყოლშეთქვაში დაფრიზის კანდიდატები არის ჩაერთვება, ითამაშებთ, უნებრივია, მაგრამ ეს არ არის შეიძლება გადაცემის დროს დაგიფრიზოთ რაღაცა მომენტები. ამიტომ ეს რისკები რომ დააზღვიოთ, გჭირდებათ დაბალ input lag-იანი ტელევიზორები. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც მინდა მესაუბროთ და რაც მინდა რომ გამესვა თქვენთვის, თუ რა არის მნიშვნელოვანი ტელევიზორში და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ტექნიკურად, რომ არ გააკეთოს დარი არჩევანი. გითხარით ის სტანდარტები, ზოგადი კუთხით რა თქმა უნდა მოვიხილეთ, ყველაფერს ვერ მოვყვები, იმიტომ რომ ვიდეო გამოვა კატასტროფულად ძველი ამას სტრიმინგი ჭირდება და პოდკასტის თემა ჭირდება. დეტალურად განვიხილოთ კონკრეტული მოდელები და ასე შემდეგ. არჩევის პრინციპი რომ შევაჯამოთ ესეთია, თუ თქვენი ბიუჯეტი არ აღემატება 1000 ლარს, წადით მაღაზიაში, იყიდეთ ნებისმიერი ბრენდის Philips-ი ან ამ ესეთი Samsung-ისა რაღაცის ტელევიზორი, გექნებათ ნორმალურად ჩვენება, დაბალ ზომიანი ეკრანით და რა თქმა უნდა, ცუდი გამოსახულება არ იქნება. თუ თქვენ უკვე 1000 ლარიდან ზევით გაქვთ 2500 ლარი, 3000 ლარამდე ის გაქვთ საშუალო ბიუჯეტურ სეგმენტზე, აქ აუცილებლად გაითვალისწინეთ C-სერია TCL-ის მინილედები განსაკუთრებით მოგდით ამ საფოს სეგმენტში, ყოველ C-სერია ძალიან კარგი აქვს, არ გაიკაროთ P-სერიას, არ გაიკაროთ რა თქმა უნდა ესეთი ტიპის ტელევიზორებს, Hisense-საც აქვს რამდენიმე მოდელი, მოკლედ ამ ბრენდის უკანას მიაქციეთ ყურადღება, აი ამ მონაცემის გათვალისწინებით, უბრალოდ C-სერიას გამოვყოფ, იმიტომ რომ სტაბილურად უკვე რამდენიმე წელი ბაზარზე და Hisense რაღაცა თემებში ჩავარდნები აქვს და რაღაცებში, მაგალითად ეხლა გამოვხდეს მინილედები, რომლებიც IPS მატრიცაზეა საერთოდ და კატასტროფაა რა, კატაკლიზმა, ამიტომ Hisense-ზე ვერა, ამერიკულებს არ ვამბობ იქ მე-7 სერია, მე-8 სერია, მე-9 სერია, ბრწყინვალე საქართველოში სამწუხაროდ ეს სერიები აღარ შემოდის. ან თუ შემოდის იმდენადაც ძვირია და იშვიათია რომ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამერიკაში თუ გამოწერთ ძალიან კარგია მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 სერიები თავისუფლად შეგიძლიათ იყიდოთ. რაც შეეხება პრემიუმ ხაზში, გაითვალისწინეთ რა რომ მინილედის მეგრჩევთ რომ თქვენი ტელევიზორი იყოს მინიმუმ 15 ინჩი და იყოს მინილედ განათებით და იყოს VA პანელზე. თუ გაქვთ შესაძლებლობა OLED პანელით იყიდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ OLED ტელევიზორებში თავარი მინუსი ის იყო რომ ამოწვის პრობლემა ჰქონდათ. და ეხლა ეგ ნელ-ნელა უკვე დაიხვეწა. ლეპტოპებში ისევ პრობლემა რჩება ამოწვა, არ ვიცი რა თუ, მაგრამ მაინც და ეთყობა არ აქცევანდით აქ ყურადღებას, თუმცა ტელევიზორებმა ამაზე დაიწყეს. OLED პანელის რაც შეეხება ეს Sony-ს ვერ შექმნილი 2007 წელს.
თუმცა დაანებეს თავი და შემდეგ Samsung-ი იყო რომელმაც განაახლა, მე მალევე მიანება თავი და OLED პანელებიც რამდენიმე კლასიფიცირება არის WOLED, არის RGB tandem OLED ხარ შემოვიდა, არის QD OLED და წარმოებლებიც არიან LG, Samsung-ი და ასე შემდეგ ეს ორი ძირითადი მიმწოდებელი არის დღეს ბაზარზე პანელების, ნებისმიერი პანელის თითქმის მათზე მოდის და ეს ორი მთავარი კონკურენტია ბაზარზე. ხო, და რა ვიცი, პრემიუმ სეგმენტში რა თქმა უნდა, ხო, აი გაითვალისწინეთ რომ ნებისმიერი სახის ტელევიზორი უკვე თითქმის ყველაფერთ არის აღჭურვილი. თუ ვინმეს მოგინდებათ რომ რაიმე საფასო სეგმენტში კონკრეტული მოდელი გირჩიოთ, მომწერეთ პირად შეტყობინებაში და შესაბამისად დაგეხმარებით კონსულტაციის კუთხით, რასაკვირველია, სიამოვნებით ან დაწერეთ კომენტარებში და ვეცდები რომ დაგეხმაროთ, ბუნებრივია რა მოდელი კონკრეტულად შეგარჩევინოთ კონკრეტულ საფასო სეგმენტში. ხო, არხი გამოიწერეთ, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, ვიდეო მოიწონეთ, დააფასეთ ეშვა, რასაც ვაკეთებ. ჩემთვის ეს ძალიან დიდი мотиваციაა. მადლობა, შემდეგ ვიდეომდე.